სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. საერთოდ წმინდა წერილი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის ყველა ასპექტს მოიცავს. უბრალოდ თავარია რომ ვისწავლოთ ჩვენ ამის დანახვა და მაშინ აღმოჩნდება რომ ჩვენ წინაშე ამ პატარა წიგნში სულ რაღაც 27 წიგნია ხო, პატარა წიგნი, 4 სახარება, მოციქულთა წერილები. უზარმაზარი საუნჯეა დავანებული ამ წმინდა წიგნში ჭეშმარიტად გამოცხადება ღმერთისა, რომელიც ჩვენი ორიენტირია და კიდევ ვიმეორებ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი ისეთი გზამკვლევია, რომელიც დაიფარავს ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ყოველ ნაბიჯს სისტემებისაგან. აი დღესაც ჩვენ ვკითხულობდით ლუკას სახარებიდან საკითხავებს წირვის დროს, ასევე პავლე მოციქულის პირველი ტიმოთეს ეპისტოლედან. განკაცებული ღმერთი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად. ღმერთი ადამიანი გახდა. და გახდა ჩვენ ღვთისმეტყველება გვასწავლის, ვიცით ეს, რომ ყოვლითურ ჩვენერი, გარდაცოდვისა. და ყოვლითურ ჩვენერი ეს ნიშნავს იმას, რომ არაფრით განირჩეოდა ჩვენგან. როგორც ადამიანი, თავისი ბუნებით. რაც შეეხება ის, რომ პიროვნულად ის იყო არა ადამიანი, არამედ ღმერთი. ეს ადამიანური ბუნება, რომ განიკუთვნა თავისთვის ძე ღმერთმა, ამის ვიზუალიზაცია არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის პიროვნულობასაც ვერ ვხედავთ. ჩვენ ადამიანს ვხედავთ მისი ბუნებით და მისი პიროვნულობა ამ ბუნებით კი არსებობს, მაგრამ ამ ბუნებაზე არ დაიყვანება, ჩვენში ვერაფერს ვერ ნახავ ისეთ, რომელიც გათქმეინებს, რომ აი ეს ადამიანის პიროვნება აი ამაში ვლინდება და აი ამაში არის. ბუნება ათასნაირად შეიძლება ჩვენი შეიცვალოს და ჩვენს განვიცდით ცხოვრებაში მრავალნაირად ცვლილებებს, მაგრამ ჩვენი პიროვნებად რჩება და ეს ყველაფერი პიროვნებას განეკუთვნება. ხედავთ ადამიანურ ბუნებას თავის თვისებებით, ცხოვრების წესით. მოკლედ, ჩვეულებრივ ადამიანად მოვიდა უფალი. ჩვენნაირ ადამიანად მოვიდა უფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი გარჩევა სხვა ადამიანისაგან ესე იოლი არ იყო. იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს ცხოვრება იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ მისი ძმები, მისი ახლობლები, სანათესაო მასში ვერ ხედავდნენ რამე განსაკუთრებულს. ეხლა ზოგი ადამიანი კარგია, ზოგი ნაკლებად კარგია, ზოგი უფრო კეთილია, ზოგი ნაკლებად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს ყრმობა, ბავშვობა, როცა ის მე აღზრდელის იოსების მორჩილებაში იყო, ხელოსნობას სწავლობდა, რა თქმა უნდა, ის გამორჩეული იქნებოდა იმ ხრით, რომ იქნებოდა დამჯერი თავისთავად ცხადია, მორჩილი, კეთილშობილი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორესრებ იგი ბავშვურ თვისებებსაც ატარებდა, ამიტომაც არის, რომ ეს მისი ცხოვრება იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ სახარებაში ხაზგასმის წერია, რომ მის ძმებსაც მისი არ ჯეროდათ. მას მეგობრები ყავდა, მაგალითად ლაზარე, მართა, მარიამი, მისი მეგობრები იყვნენ სიყრმის, ბავშვობის. ხო, ანუ ბავშვები ხარ ასაკეთებენ ერთად რო არიან, როგორ ფიქრობთ, ხო? ეხლა ხო 12 წლისაა, როცა ის სერიოზულად საღვთისმეტყველო საკითხებს არჩევს და გაოგნებაში მოიყვანა მაშინდელი მწიგნობრები, გახსოვთ ეს სიუჟეტი სახარებიდან, რატომ არის ეს აქცენტირება გაკეთებული 12 წლის იესოს? იმიტომ რომ სხვა დროს ასეთ რამეს არ აკეთებდა და მშობლების გაოგნებულები არიან და თითქოს საყუდური თეუნება, რომ აბა სად უნდა ვიყო თუ არა მამის სახლში, ანუ მამა ამ შემთხვევაში ღმერთის სახლში. ესე იგი და თუ არ ღვთისმეტყველებდა, მოდი ასე ვთქვათ, თავის მეგობრებთან, თავის თანაშეზდილ ძმებად წოდებულ იოსების შვილებთან, რას აკეთებდნენ? ბავშვები რას აკეთებდნენ ხოლმე, ხო? ბავშვურად იქცევიან, თამაშობენ. ხო, აი საოცრება, ანუ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და მე როდესაც ის უკვე ქადაგებას იწყებს, უყვირთ მის თანასოფლელებს, რომ ხოცო ეს იოსების და მარიამის შვილი არ არის და თან ვიცით რომ მას არსად არ უსწავლია, ხო? ამ განსაკუთრებულია თქვა, როგორც პავლე მოციქული სწავლობს გამალიელის ფეხებთან იზრდებოდა, ხო, როგორც წერია და მას ეს ძალიან ცნობილი იყო მოძღვარი გამალიელი და პავლე მოციქულის მასწავლებელი იყო და შემდეგ.
არსა და რუსწავლიაო და საიდან იცის ეს ყველაფერი გაუცებულები არიან. ხო და ეს ნიშნავს იმას, რომ ის აბსოლუტურად ჩვეულებრივი იყო და ეს ჩვეულებრივობა იმდენად თვალსაჩინოდან ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება მისი ჩვეულებრივობა და ვერ ხვდებით რომ რა განძი გვიპყრია ჩვენ ხელში, როცა მისი ღმერთობა გვწამს. და რაც მეტად გავიაზრებთ თუ რა ჩვეულებრივად იყო ის და ინტეგრირებული სრულად ამ სამყაროში ადამიანებს შორის, რომ რაც მეტად დავინახავთ იმ რეალობას, რა რეალობაც შეიქმნა, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, მით მეტად დავაფასებთ ჩვენ რწმენას, იმიტომ რომ ლოგიკურად ვერაფრით ვერ მიხვდები, რომ იესო ქრისტე შეიძლება ღმერთი იყოს, ვერაფრით ვერ მიხვდები ლოგიკურად. გესმით, აი ამაშია საქმე. აი მაგალითად იყოფოდა თავადი ტაძარსა მაშინა დღისი და ასწავებდა. ანუ დღის განმავლობაში იყო ტაძარი, ხო მოგეხსენებათ, უზარმაზარი ტაძარია. ტაძარი ფაქტობრივად არის ის ეზოც ტაძრად იწოდება და დგას და იქ ვისასწავლის, ხო, ვინც ხალხი შემოკრებილია და ასწავლის და ეხლა ჩვეულებრივი ამბავი იყო იუდეაში, რომ მოძღვრები იყვნენ და ადამიანებს ასწავლიდნენ და რა თქმა უნდა ეს სწავლება უნდა ყოფილიყო ჯულის ფარგლებში, რომ თორე სხვაგვარად დაექვემდებარებოდა რაღაც გარკვეულ სააქციებს, სასჯელს, ხო, ჩვენ ვიცით ეს ძალიან მკაცრად იცავდნენ იუდეველები თავის მოძღვრების სიწმინდეს. გას და ქადაგებს და უსმენს და ეხლა როგორი სანახავი იქნებოდა შეხვიდოდი ტაძარში, თქვა, ყველა რაღაცას აკეთებს, ძირითადად საღვთო საქმეზე არიან მოსულები, ხო? ეზოა, ეს ეზო ტაძრად იწოდება, წმინდა უკვე შენობა და წმინდათა წმინდა, სადაც მღვდელმთავარი ერთი წელიწადში ერთხელ შედის და დგას ერთ-ერთი, თქვა, რიგითი ადამიანი, იმდროინდელი ტანსაცმელიაც რაც ხებს ეცვათ, მას საღვთისმსახუროს ის არ იყო მღვდელი, ესე ვთქვათ, არც სინედრიონის წევრი არ იყო, ხო? არა, ლევიტელიც არ იყო. ანუ ის ჩვეულებრივი როგორც ერის ადამიანი ისე იდგა, რაც ყველას ეცვა, ის იგივე ეცვა და საუბრობს და ხალხი უსმენს და საუბრობენ გარკვეულ თემებზე დღის განმავლობაში. მერე ღამე განვიდის და იქცევი მთას ამას, ზეთისხილის მთაზეა იმ გარემოში არის, რას აკეთებს ღამე? ღამე ლოცულობს, ერთმა გაიგო, ორმა გაიგო, სამმა გაიგო, ბუნებრივ ეს უკვე ჯვარცმის წინა პერიოდზეა საუბარი. ეხლა ერთმანეთს გადასცეს, რომ ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს იესო და ყოველმა ერმა აღიმსთვეს, ანუ დილიდან ადრე დგებოდნენ, მაგას ნიშნავს აღიმსთვეს მისა ტაძარსა მაშინა სმენად სიტყვათა მისცა და მოდიოდნენ და უსმენდნენ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ საუბრობდა და ეს ინტერესი იყო, ეს მათი ინტუიცია აღიქვავდა ესე. ჯერ ესეთი რა თქმა უნდა სიტყვა ძალიან ცოცხალი ქონდა, უფალს თავისთავად ცხადია და არა ეს რაღაცა დამყაყებული ფარისეულური ესე იგი სიტყვა, მაგრამ ამავე დროს ეს სიტყვას ძალა აყრდა. ოღონდ ამ ძალის განცდა ყველას არ შეუძლია, სახარების სიტყვის განცდა ყველას არ შეუძლია, აქ რაღაც საიდუმლოება ხდება ადამიანის გულში და ვისის ეს საიდუმლოება ხდებოდა, ისინი მოდიოდნენ და უსმენდნენ, მაგრამ ისინი, ვინც რელიგიურად განსაკუთრებულად განათლებულები არიან, აი ეძებდეს მას მღვდელმოძღვარი და მწიგნობანი, რათა მცა მოკლეს იგი. ანუ ხედავდნენ თავიანთ კონკურენტს, შურდათ, ხო, პილატეს მერე ხას უსვავს, პილატე მიხვდა ამას როგორც ჭკვიანი კაცი და იცოდაო, რომ შურის გამო უნდათო, რომ ესე იგი მოკლან შურის გამო. იმიტომ რომ ხედავენ, რომ თვითონ არიან მაღალი წოდების იერარქიაში და პოპულარული იესო ქრისტე ხდება. თან მისი სიტყვა მამხილებელია მათთვისაც მამხილებელია, ამას სახარებას ჩვენ ბერჯოლ ხედავთ და მოკლა უნდათ, ესე იგი პრობლემის მოცილება, პრობლემის მოგვარება ისე კი არ უნდათ, რომ თავის თავს შეხედონ, რამეს ხო არ ვაშავებთ ჩვენ, არამედ პრობლემის მოგვარება უნდათ, რომ ქრისტე მოკლა. მაგრამ ვერ ახერხებენ ამას, იმიტომ რომ ერის ეშინიათ, იმიტომ რომ ერს უყვარს, ეს მოსწონს. თან იონ ნათლისმცემელმა მასზე მიუთითა, ეს ყველა მიცის. ამიტომ ესე ადვილად ვერ ახერხებენ ამას. და ამ დროს ჩვენ ხედავთ, თქვათ, იუდას მდგომარეობას. ეხლა იუდა კი არის ქრისტესთან, მაგრამ იმდენად ჩვეულებრივია და იმდენად იუდას მიზნებს და გეგმებს აცდენილია ქრისტეს მოღვაწეობა, რომ იუდასაც უკვე განწყობა შეექმნა. ის ვეღარ აგრძნობს მათთან კარგად, მოციქულებთან, უფალთან, ფიქრობს, რომ რაღაც არასწორი ხდება
და ეს უკვე ეს განდგომილება აქვს მას და ეს განდგომილება იუდაში ბუნებრივია. რამე განსაკუთრებული კი არ ხდება. აი იუდა როგორ ხედავს სიტუაციას? იუდა ხედავს ესე, რომ მე მასთან ვარ, იმიტომ რომ ეს ის ქრისტეა, ხო, მესია, ქრისტეს ნიშნავს. ვინც წინასწარმეტყველები იყო. და რა უნდა ექნა მესიას? ანუ ქრისტეს რა უნდა ექნა და უნდა ისრაელიერი გაენთავისუფლებინა რომის ბატონობისაგან და ძლევამოსილი სახელმწიფო შეექმნა და აგრე 3 წელიწადი მასთან ვარ და რაღაც მსგავსი რაღაც არ ხდება. პირიქით რომელი ჯარისკაცებიც, ცენტურიონები, ასისთავები მასთან მიდიან და ქრისტე მათაც კი შველის და არანაირად არ განყოფს. მეტიც მათთან სახურებაში ვყოფ მეზვერეებს, იქ ცოდვილები, ანუ რაღაც უცნაური ხდება და იმის მაგერად რომ ელიტარულ ნაწილს ამ სინადრიონისა მათთან ერთად რაღაცა შეიქმნას და ძლევამოსილი, ესე იგი ისრაელის სახელმწიფო სათავე ჩაეყაროს, მათთან დაპირისპირებაში მოდის. ანუ ვერ ხვდება და ფიქრობს ალბათ, რომ რაღაც არასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მაშინ ნელ-ნელა ქრისტეს მიმართ გაუგებრობა ჩდება, გაუგებრობას უსიყვარულობა შეიძლება გარკვეულწილად ცუდი განწყობაც სიძულვილამდე მისული და რა თქმა უნდა ამას ვინ გამოიყენებს? პირველ რიგში ამას იყენებს ეშმაკი. სხვათა შორის ეხლა ეს რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეხლა ეს ჩვენგან შორს კი არ არის. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, ვის სისხლსა და ხორცს ვიღებთ, ვის მიმართავთ, როცა ველაპარაკებით, ისმით, რომ ის ადამიანად რომ მოვიდა, ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა და მისაბაძე მაგალითი გახდა, რომ მე ზუსტად ისეთი უნდა ვიყო, ვცდილობდი ესეთი ვიყო, როგორც იესო ქრისტეა. ესე იგი მე მისი ადამიანური მხარე ძალიან უნდა მაინტერესებდეს და მე მას მუდმივად ბაზავდე და ვიცით კიდევაც სიმშვიდეში, სიმდაბლეში, გულმოწყალებაში, ყველას მიმართ სიყვარულში როგორია და რანაირია. მისი თვალებით უყურებდე სამყაროს, მისი თვალებით უყურებდე მოყვას, ყველაფერს მის თვალებით უყურებდე. ხო, არ მძულდეს არავინ აბსოლუტურად. დღეს ძალიან იოლია ადამიანის შეძულება. დღეს ადამიანები ყოფთ სოციალური წარმომავლობის მიხედვით, პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, ნაციონალური კუთვნილების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ესე იგი ძალიან ადვილად იძულებენ ადამიანები ერთმანეთს და იმიტომ რომ თქვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენელია, სოციალურ რომელ ფენას ეკუთვნის, სად მუშაობს, თქვა რომელ პარტიას ეკუთვნის და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ეს ხო ქრისტიანობა არ არის? თუ ქრისტიანი არ ხარ, კი ბატონო. მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. და როგორც კი შენ დაინახავ, რომ თუ ხარ ეკლესიაში, უნდა ყველა გიყვარდეს. აი ყველა უნდა გიყვარდეს თუ ხარ ეკლესიაში. ყველა არ შეიძლება ჩვენ რო გარდავიცვლებით. ჩვენ გარდაცვალების დროს წარდგებით ღვთისმშობლებს, ვინმე გკითხავს, რომელ პარტიას ვეკუთვნოდით? რა ეროვნების იყავით, თუ ამას თუ კითხავენ, როგორ ფიქრობთ? გვიფიქრია ამაზე. ჩვენ სამშობლოზე ვსაუბრობთ, ჩვენ სამშობლოს საუბრობს რა კონტექსტში ვსაუბრობთ? რა ხალხი იყო ჩვენი წინაპრები, რომლებიც ქრისტესათვის სიკვდილს ყველაფერს ამჯობინებდნენ. ეს ვახტანგ გორგასლის ანდერძის არ იყოს. ოღონდ ქრისტესთვის მომკვდარი, ეს იყო მათთვის სამშობლო, ეს იყო მათთვის ქართველობა. ქრისტესათვის მომკვდარიყვნენ. და ამიტომ ვადიდებთ ჩვენს წინაპრებს, რომ მათმა რწმენამ, მათმა ბრძოლამ, მათმა დაღლმა, სისხლმა მოგვიტანა ჩვენ ყველაზე ძვირფასი სარწმუნოება. ეს არის ქართველობის სიდიადე, თუ ჩვენ სამშობლო გვიყვარს. მაგრამ მეორეს ხო ჩვენ რო წარდგებით, საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა, შენ ქართველი იყავი, რუსი იყავი, ფრანგი იყავი, თუ ვინც გინდა იყავი, რა მნიშვნელობა აქვს? არავინ არ მკითხავს ამას. არანაირი ბონუსი ეს არ არის, აი ბონუსი და თუ ბონუსზე მიდგა საქმე, პირიქით. ქართველი თუ იყავი და ისეთი არ იყავი, როგორც ქრისტესათვის მომკვდარი შენი წინაპრები იყვნენ, ვაიმე ჩვენ. პირიქით არის. მეტი პასუხისმგებლობა, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ხოლო ის რომ ქართველობა რაღაცა პრივილეგია იყოს, რა სისულელია. პირიქით არის კიდევ მეორე. ქართველი იყავი, აბა გავდი შენ წინაპრებს, რითი ვგავალ მე ჩემ წინაპრებს. არა ქრისტეს მიერი ხედვა ეკლესიის წიაღში ადამიანს განაწყობს ქრისტეს საწინააღმდეგო მდგომარეობაში ამყოფებს, განყოფს მრევლიდან, განყოფს ეკლესიიდან, განყოფს მოძღვრიდან და ძალიან ადვილად შეიძლება მაგალითად შევიწყნარო ღვთის მაგინებელი
პატრიარქის მაგინებელი, ეკლესიის მაგინებელი, რატო ვიწყნარებ ეკლესიის მაგინებელს, პატრიარქის მაგინებელს, გესმის, ჩემი სამშობლოს წარსულის დიდი წინაპრების მაგინებლებს, რატო ვიწყნარებ? ეგებას იმიტომ, რომ შინაგანად მეც იგივე განწყობა მაქვს. რა ვიცი, შეიძლება მაგიტო ვიწყნარებ. ჩემზე მაგალითად ეხლა თუ მე დედა და მამა მიყვარს და მოხდი გარემოში, სადაც ჩემ დედას და ჩემს მამას აგინებენ, იქ როგორ გავჩერდები? ხო, ეს მინიმუმ არ გავჩერდები, თორე შეიძლება უფრო აგრესიულიც გავხდე, თავისთავად ცხადია. სადაც პატრიარქი არ არის ჩემი მამა, ეკლესია არ არის ჩემი დედა, ჩემი წინაპრები, ჩემი დედები, ჩემი დედმამანი არ არიან, ჩემი მშობლები არ არიან ჩემი წინაპრები. გესმის, ჩემი სამშობლოს მიერ მოტანილი ღირებულებები, ჩემი ღირებულებები არ არიან. და თუ ვინმე იტყვის, რომ კაცო, კი არ ვიწყნარებ, მაგრამ ყველახო უნდა გვიყვარდეს, არ მჯერამე. საკუთარ დედას და მამას თუ შეგიგინებიან, შენ იქ არ გაჩერდები, შენ ის სიმაღლე არა გაქვს, რომ სულში გაფურთხებდნენ და იმას შენ ეამბორებოდე, ის სიმაღლე შენ არა გაქვს. ესმით, და შესაბამისად ეს ტყუილია უკვე, როცა თქვათ რაღაცა შეიძლება ადამიანმა ეფიქროს, რომ ყველა უნდა გიყვარდეს, აი შინაგანი განდგომილება, ქრისტესგან განდგომილება, ეკლესიისადმი უნდობლობა ეკლესიისადმი. და აი როცა ეს განდგომილება შინაგანად არის, მაშინ ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს, ვერ ხვდებით აქ რატო ვართ, ვერ ვცნობთ ქრისტე ჩვენს გვერდზია, აჰა მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რა არ გჯერა ამისი? და ჩვენ მას ვერ ვცნობთ, ჩვენ ვერ ვცნობთ მას ევქარისტიაში, წირვაზე ვდგავარ და ვერ ვცნობთ, სახარებას ვკითხულობ და ვერ ვცნობთ. ჩვენი გული მზად არის იმისათვის, რომ შეუხდა ეშმაკი იუდას, რომელს ერქვა ისკარიოტელი და იგი იყო რიცხვისაგან 12-ისა. ეკლესიის წევრი ხარ, მაგრამ შენი გული მზად არის იმისათვის, რომ ეშმაკი შემოვიდეს შენში. ერთ წამსაც არ გაცდის. როგორც კი ერთი წამით განუდგები ქრისტეს, შინაგანი არჩევანით, შინაგანი განწყობით, წამსაც არ გაპატიებს, ეგრევე შემოვა და გულის სიტყვა რო შემოდის ჩვენში, მე იმისგან ვერ თავისუფლდებით და ეშმაკი რო შემოვა, როგორ ვფიქრობ, ეს ადვილად დაიძვრენ მისგან თავს? ვერა. ამიტომ დიახაც, ჩვენი პრობლემა ეს არის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის, ვერ ვცნობთ იესო ქრისტეს, ვერ ხვდებით ის ვინ არის, ის როგორია და ეკლესიაში რომ ის არის, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ეკლესიაში ვერ ვხედავთ იესო ქრისტეს. თორე როგორ როცა დღეს მოუბრუნდებათ ხოლმე ენა და ეკლესიას რო ლანძღავენ, სასულიერო პირებს რო ლანძღავენ, ვერ ხვდებით, რომ ეკლესიის მლანძღველი რო ქრისტეს მლანძღველია. ეკლესია რო ქრისტეს მისტიკური სხეულია, გესმით, რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და ამის მერე მაქვს ხოლოდ უფლება მოვინათლო, ამის მერე მაქვს უფლება ვეზიარო, თორე ქრისტიანი არა ვარ. და როცა ადამიანი ეკლესიას ლანძღავს, ვერ ხვდები, რომ ქრისტეს აფურთხებს. ესე იგი, ჩემი გული მზად არის იმისათვის, ეშმაკი შემოვიდეს, როგორც იუდაში. და რას აკეთებს მერე იუდა? მივიდა ეზრახა მღვდელმოძღვართა, მწიგნობართა, ერის წინამძღვართა, ვითარცა იგი მისცა. მორჩა, მერე უკვე იწყება ქმედება იუდას ხვდა. მოღალატეობრივი ნაბიჯების გადადგმა. რომ ქრისტეს საქმითაც უღალატოს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანს ეს ემართება, როცა ქრისტიანი ვერ ცნობს იესო ქრისტეს და ესე იგი თავისი ცხოვრების წესით მოღალატე ხდება ქრისტესი და ეკლესიისა და ესა ერთი და იგივეა. ეკლესიის მოღალატე და მლანძღველი, ქრისტეს მოღალატე და მლანძღველია. ეკლესიის ვერმცნობელი და ვერ დამნახავი, როგორც მისტიკური სხეულისა ქრისტეს ვერცნობელი და ვერ დამნახავია. რატო ემართება ეს ადამიანს? იმიტომ რომ აი პავლე მოციქულის სიტყვებს თუ წავიკითხავთ, ჩვენ დავინახავთ როგორი არ უნდა იყო. მაგალითად, უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. ეხლა ეს უწმინდური და დედაბერთა ზღაპრები, რომ თუ განვაზოგადეთ, რა არის ეს? ეს არის ცხოვრებისეული სტრატეგია რო გაქვს დასახული, რომელიც არ უკავშირდება იესო ქრისტეს. ღვთისმოსაობაში, ანუ უწმინდური და დედაბრული ზღაპრების საპირისპიროდ ღვთისმოსაობა. რა არის ქრისტიანისათვის ღვთისმოსაობა? დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ ქრისტეზეა კონცენტრირებული ქრისტიანული ღვთისმოსაობა. და ამის საპირისპირო არის ის, რაც ქრისტეს ეწინააღმდეგება, როცა შენი ცხოვრებისეული სტრატეგია არ არის კონცენტრირებული იესო ქრისტეს.
მე აგზელებს პავლე მოციქული. სხეულის ცთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება ცხოვრებისაულ სტრატეგიაში, გარეგნობაზე არის აქცენტი. ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრება, ეროვნული ცხოვრება, ბედნიერება, სიხარული და მათ შორის ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრებაც კი. რელიგიური ცხოვრებაც შეიძლება იყოს აი ესეთი სხეულის წთნა, ანუ გარეგანი ღვთისმოსაობა, გარეგანი კუთვნილება. აუ ჩვენი ესე იგი ქრისტიანები ვართ, ადამიანი ყვირის. ხო, აი ეს და ასევე დანარჩენი ყველაფერში, სამშობლოს სიყვარულიც, როცა გარეგანია. ღვთისმოსაობა კი ყოველთვის ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან აწინდელი სიცოცხლის აღთქმაც აქვს და მერმისიცაც. ანუ გარეგანი ცოტა რამეში თუ წარგადგება, ხოლო ღვთისმოსაობა, ანუ ღმერთი გამოჩნდა ხორცთ, ანუ როცა ქრისტიანი ცხოვრებისეული სტრატეგია, მერმეში ხო გამოგადგება, ანუ არადიული ღირებულება. აქაც, აი წერია, აწინდელი სიცოცხლის აღთქმაც აქვს, აქაც შენ ღირსეულად გაცხოვრებს, აქაც ბედნიერს გამყოფებს და აქა და იქა პირობითად იყოფა, თორე სინამდვილეში თუ ჩვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად და ჩვენი ცხოვრების სტრატეგია იესო ქრისტეა, მოდი ესე ვთქვა და ცხოვრების მიზანი მე აღარ ყოფა ამ ქვეყნიურს და იმ ქვეყნიურს. იმიტომ რომ ურწმუნოებს ახლა ამასენათაც გქონდა ერთ ძველ ნაცნობთან საუბარი და მინდა რომ გავახედო მარადისობისკენ დაბერდა უკვე ჯანმრთელობა ღალატობს და ვეუბნები რომ რაღაც და არის წარსულში ჩარჩენილი 90-იან წლებზე საუბრობს და ვეუბნები უკანი უყურები წინ გაიხედე და წინო რაღა დამჩაო ეხლა რაღაცა მოხუცდიო და საზღვრის იქით ჰორიზონტს იქით გაიხედე მეთქი მივანიშნე და ჰორიზონტს იქით იქ რო გავალთო მე მივხვდებით რა იქნებაო. გესმით, რატო აკეთებს ამას? რას ნიშნავს? ეს არის ურწმუნო ადამიანის პოზიცია. მისთვის ეს ცხოვრება და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება თუ რაღაცა ოდნავ რწმენის ნასახი აქვს, ეს არის სხვადასხვა რაღაცა. აქაური იცის რაც არის და ნუ რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის, ხოლო იქაური აზზე არ არის და მე ვნახოთ რა იქნება. ქრისტიანი ხო ესე არ ფიქრობს. ქრისტიანისათვის აქაური და იქაური არ იყოფა, მარადისობა შემოვიდა ჩვენთან და დამთავრდა ჩვენში მკვიდრდება ღმერთი და ჩვენ არ ყოფთ აქაურს და იქაურს. როგორც აქა ხარ, ესე გაგრძელდება იქაც და არა ხარ აქა და არ გაგრძელდება იქ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამბობს ღვთისმოსაობას, ღვთისმოსაობა, ანუ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება სასარგებლო იმიტომ არის, რომ აწინდელის აღთქმაც აქვს და მერმისიც, ანუ ეს ერთი მთლიანობაა. ვინაიდან იმისთვის შრომობთ და ვიღწვით, ახლა ამ ცხოვრებაში ხო შრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ, ანუ იმედი გვაქვს ვენდობით ცოცხალ ღმერთს. ჩვენ ცხოვრებაში ღმერთია შემოსული, რომელიც არის ყოველი კაცის და მით უმეტეს ყოველი მორწმუნის მხსნელი. ეხლა ეს ცხოვრების წესია და ეხლა როგორც ქრისტიანს, ასევე როგორც ქრისტიანს მოძღვრავს, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს პირველ რიგში ეკუთვნის. პირდაპირ სასულიერო პირების ესე იგი დავალებაა, შეიძლება ასე ითქვას და ზოგიერთ სასულიერო სამღვდელო ჯვარზე ზოგიერთ ჯვარი ხო ათასნაირია და ზოგიერთ სამღვდელო ჯვარზე პირდაპირ ეს სიტყვებიც კი არის წარწერილი, რომელსაც წაგიკითხავთ და მაგრამ ყველა ქრისტიანს მეტნაკლებად ეკუთვნის ეს. ნახეთ როგორ მოძღვრავს პავლე მოციქული. ნურავის დაამცირებინებ შენ სიჭაბუკეს. ეხლა ტიმოთეს ეუბნება, ახალგაზრდაა ტიმოთე, მაგრამ ჩვენს გვეკუთვნის. აი ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, რა ჩვენ შეიძლება ყოველთვის გვითხრათ, კაცო შენ რა გესმის? გესმის? ან თუ ახალგაზრდა ხარ, ან ზოგადად შენ რა გესმის, შენ რა იცი? ნუ დაამცირებინებ, გვეუბნება. არამედ და როგორ არ დავამცირებინო რა, თავს ჩავარტყარ, ეჩხუბო, აგრესია გამოყვა, არა. ნიმუშად ექმენ. რითი ვერ დაგამცირებს მოწინააღმდეგე. კაცო შენ ვინა ხარ? ნიმუში იყავი. ნიმუში, მორწმუნეთა ნიმუში. მღვდელს პირველ ტიმოთე მღვდელმთავარია და პირდაპირ ესე იგი ჩვენი სამღვდელო დავალებაა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველას გვეკუთვნის, ქრისტიანი ხარ, ეკლესიის წევრი ხარ, ნუ დაამცირებინებ ნურავის თავს. როგორ არ დაამცირებინო და გეუბნება, ნიმუში იყავი და რისი ნიმუში? და როგორი ნიმუში? სიტყვით. შენი სიტყვით ასლაპარაკ. ქცევით, ანუ ცხოვრების წესი და მანერით, სიყვარულით, სულით რა შინაგანი მდგომარე გექნება, სიწმინდით. აი ამით იყავი ნიმუში და როცა ესეთი ხარ, შესაბამისი ცხოვრება გაქვს, ხო? და ამით ქრისტეს გავხარ. მაშინ ეს ადვილად ვეღარ დაგამცირებენ. ეს რომ მოხდეს რა უნდა გააკეთო და მე კიდე ცხოვრების წესი გამუდმებით იკითხე. ანუ სულ ისწავლე. შეაგონე, სადაც საჭიროა, დამოძღვრე, სადაც საჭიროა, ნუ უგოლოებელს ყოფ. ეს უკვე პირდაპირ
სამღვდელოზე სამღვდელოებისთვის არის, მაგრამ ასევე თქვენთვისაც ერისკაცებისთვის, რომლებიც ნათელღებული ხართ, მირონცხებული ხართ, მაზიარებელნი ხართ, თქვენში ქრისტეა, თქვენში მადლია, ეკლესიის ორგანული ნაწილი ხართ და სულიერი მღვდლები ხართ. ნუ გულვებელს ყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და ხუცესთა ხელდასხმით, ანუ სამღვდელო ხელდასხმით. რა თქმა უნდა ჩვენ, ნუ გულვებელს ყოფ. ეს ნიჭი საშიში ნიჭია, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სასულიერო პირებს, მაგრამ თქვენც ასევე, რამე თუ თქვენც ასევე ხელდასმული ხართ და თქვენი ხელდასხმა არის მირონცხება, რომელიც თქვენზე აღსრულებულია. მირონცხება არის ხელდასხმის ანალოგია. ადრე სანამ მირონის მოხარშვას დაიწყებდნენ, მოციქულები ხელს დაასხავდნენ. მერე უკვე რო გამრავლდა სარწმუნოება და მოციქულები და შემდგომში ეპისკოპოსები არ ყოფნიდათ, მირონს ხარშავდნენ და ამით რომელსაც ეპისკოპოსები ლოცულობენ. ასევე თქვენც ხელდასხმულები ხართ და ნუ გულებელს ყოფ ამ ხელდასხმას. ამაზე იზრუნე, ასე იყავი, რათა შენი წარმატება, აი ცრუ სიმდაბლის საწინააღმდეგო მოწოდებაა. ასე რაც ვისაუბრეთ, ხო? ამაზე იზრუნე, ასე იყავი, ანუ იცხოვე, რატო? რათა შენი წარმატება, ნახეთ, ცხად იქმნეს ყველასთვის. ცრუ სიმდაბლის საწინააღმდეგო, არა მე არ შემილია, მე ვინა ვარ, მე ცოდვილი ვარ, მე ნაგავი ვარ, მე და უადგილო ადგილას იყენებს ადამიანის სიმდაბლეს, მაშინ როდესაც სანთელივით უნდა ენთო და სანთელს არავინ არ მალავს ქვემოთ, ზემოთ უნდა ეთო, უნდა სახე ექმნე მორწმუნეთ, ანუ მაგალითი უნდა იყო ყველასთვის, შენი სიტყვით, შენი ქცევით, შენი სიყვარულით, შენი სულით, შენი რწმენით, შენი სიწმინდით, სამაგალითო უნდა იყო. და ვერაფრით ვერ გაიმართლებ ცრუ სიმდაბლით თავს, რომ იცი რა მე რა ქრისტიანი ვარ, არა ხარ. სიმდაბლე სხვა რამეა და ის რომ შენ ანათებდე და მარილი იყო, ეს ვალდებულებაა. გაუფრთხილდი შენ თავს და მოძღვრებას. აქაც მოძღვრებას, ანუ ქრისტიანულ მოძღვრებას. შენთან ერთად, შენ თავს უნდა გაუფრთხილდე, შენ ხარ მატარებელი, შენ ხარ მატარებელი მოძღვრებისა. მეც ვარ, ისიც არის, მაგრამ ნახეთ, ერთი ადამიანი რო დარჩეს დედამიწაზე, რომელიც ქრისტეს მოძღვრების მატარებელი იქნება, ეკლესია კიდევ არსებობს. და ჩვენ გვაქვს ვალდებულება მეორედ მოსვლამდე ეკლესია შევინახოთ. ჩვენ ვატარებთ ამ მოძღვრებას საკუთარ თავში, ამიტომ ჩვენ თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მოძღვრების მატარებელი ვართ. დამკვიდრდი მათში, აი ამ მოძღვრებაში, რადგან ამით თავსაც აცხოვნებ და შენს მსმენელსაც, ანუ ჩვენ შემხედვარეს. აი, ნახეთ, ერთი ნაწილი წმინდა წერილისა, ცოტა სახარებიდან, ცოტა სამოციქულოდან და როგორ პასუხისგებლობით გვტვირთავს და როგორ мотивაციას იძლევა და ბიძგს კიდევ ერთხელ, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენ, როგორ ბიძგს და мотивაციას იძლევა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ. მადლობა უფალს ამისათვის, რომ ასე გვაფხიზლებს, მოძღვრავს და გვაძლევს ძალას და ენერგიას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება. სანამ პირში სული გვიდგას და მერეს მარადისობაში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.